პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა ხვალ განახლდება. პროცესი წინა ხელისუფლების პერიოდში ძალადობის მსხვერპლთა საქმეების განხილვით გაგრძელდება. ერთ-ერთი ვინც ხვალინდელს ხდომაზე კომისიის წევრებს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი იქნება, რომელსაც გამოძიების მასალების თანახმად 2005 წელს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქმავდა ჩამორთმეული ქონების გამო და ბრალსდებდა მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მითითებით თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავეცნო ყოფილი მაღალჩინოსნები ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე, ასევე 2018 წელს გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. შეგახსენებთ, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატი 1 თვის ვადით 5 ივნისამდე გაუხანგრძლივდა. კომისიის წევრების განცხადებით, მოქალაქეებისგან უკვე შესულია 400-ზე მეტი განაცხადი მათი საქმეების განხილვისა და სამართლიანობის აღდგენის თხოვნით. ორშაბათიდან განახლდება საგამოძიებო კომისიის მუშაობა. დაახლოებით 400-მდე განაცხადი მეტი უკვე შემოსული არის. ადამიანები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, მათ მიმართ როგორც პიროვნული, ასევე წამება, სიცოცხლის აღკვეთა, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის წართმევა და სურათი ძალიან მძიმე არის, რო იტყვიან. ხშირად რო გონი ადამიანს, რომ გაგიგია ამის შესახებ და მე იქ ადამიანი რო ყვება თუ რეალურად გარდა სასამართლოს მიერ დამდგარი განაჩენისა ადამიანმა რა სულიერი, მორალური, ფიზიკური მთელი ოჯახები როგორ ინგრეოდა, ამით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კიდევ სხვა ტრაგედიას წარმოადგენს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს მოსმენები გრძელდება და ყველა შეძლების დაგვარად რაც ვადა იქნება, ყველა მაქსიმალურად იქნება მოსმენილი. ქართული ხალხის ერთგვარი დავალებაა ის, რომ ხელისუფლებამ გამოიწვიოს ამ რეჟიმის აი ამ ნაცბანდის ჩადენილი დანაშაულებები და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ვადებული გვაქვს რა ფაქტები გამოდის სააშკარაოზე, რომ გაუბედურებული ოჯახი, რამდენი გაუბედურებული ადამიანი, ღირსება აყრილი ადამიანი გამოჩნდა სააშკარაოზე, ვხედავთ, როგორი შევზარავი ფაქტებია მომხდარი და რა უბედურება გაიარა ჩვენო ქვეყანამ. ესეთი უბედურებები ჩვენ შუა საუკუნეებში გვახსოვს და უახლოეს პერიოდშიც, როცა ბოლშევიზაცია ხდებოდა ჩვენი ქვეყნაში 9 წლიანმა პერიოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ფაშისტური ძალების ხელისუფლებასთან მიკანებაც კი არ შეიძლება არამხოლოდ მათი ხელისუფლებაში მოსვლა.